მონაცემების მოძიება და ვალიდური წყაროები. უახლოვდებით ტრენინგის ბოლოს. ამ მოდულში გვსურს გესაუბროთ მონაცემებისა და ინფორმაციის იმ წყაროებზე, რომლებიც შესაძლოა გამოსადეგი იყოს RIA-ს მომზადებისას. გარდა ამისა, ტრენინგის ამ მოდულში ასევე გვსურს ყურადღება მიგაქცევინოთ წყაროების სანდოობაზეც. ამ მოდულში შევეხებით რამდენიმე ძირითად საკითხს. მონაცემების წყაროებს საქართველოში. მონაცემების საერთაშორისო წყაროებს, სადაც შესაძლოა შეგხვდეს საქართველოს შესახებ რელევანტური ინფორმაცია და აკადემიური ლიტერატურის მოძიების წყაროებს. საქართველოში მონაცემების მოძიებისთვის რამდენიმე კარგი წყარო არსებობს. ესენია: საქსტატი, ის მოიცავს არაერთი სექტორის აღწერით სტატისტიკასა და მონაცემთა ბაზებს, რომლებიც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ყოვლის მომცველად ახასიათებს. პირველ ეტაპზე ყოველთვის სასურველია შეამოწმოთ, აქვს თუ არა ესა თუ ის მონაცემი საქსტატს. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ხშირად გამოსადეგია უწყებების შიდა სტატისტიკა. მაგალითად, ფინანსურ სექტორზე მონაცემებს აქვეყნებს ეროვნული ბანკი, ფისკალურ სექტორზე ფინანსთა სამინისტრო, კომპანიებზე რეპორტალი, გარემოს დაცვით სტატისტიკას გარემოს ეროვნული სააგენტო. დანაშაულსა და ავტოტრანსპორტზე სტატისტიკას კი შსს ვებგვერდზე ვიხილავთ. აგრეთვე არსებობს კვლევითი ორგანიზაციების მონაცემებიც. მაგალითად, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი ატარებს ყოველწლიურ კვლევას, კავკასიის ბარომეტრი, რომელიც არაერთ სოციალურ-ეკონომიკურ საკითხზე იძლევა ინფორმაციას. საქსტატი საქართველოში მონაცემების ყველაზე დიდი წყაროა. ის მოიცავს ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოს დაცვით მონაცემებს, რაც RIA-ს განხორციელების ფარგლებში როგორც წესი ყველაზე ყოვლის მომცველია. ამისათვის საქსტატის ვებგვერდზე უნდა შეხედოთ სექტორულ სტატისტიკას, მოახდინოთ თქვენთვის საინტერესო სექტორის იდენტიფიცირება და ნახოთ ის აღწერითი მონაცემები, რომლებსაც საქსტატი უკვე დამუშავებული ფორმით გაძლევთ. თუმცა, საქსტატი აღწერითი სტატისტიკის გარდა ბევრ უფრო დეტალურ მონაცემთა ბაზასაც აქვეყნებს. ხშირად საქსტატის მონაცემები არასრულად გამოიყენება RIA-ს პროცესში. საქსტატი პერიოდულად აქვეყნებს მონაცემთა ბაზებს, რომლებიც ძალზედ დეტალურად ახასიათებს შინა მეურნეობებს, სამუშაო ძალას ან სოფლის მეურნეობის სექტორს. ასეთი მონაცემები შესაძლოა ძალიან გამოსადეგი იყოს მოდელირების პროცესში და მოგცეთ ბევრი რეალისტური დაშვების განხორციელების საშუალება. ხშირ შემთხვევაში მონაცემების არარსებობა უფრო ნაკლები პრობლემაა, ვიდრე საჭირო მონაცემების სწორად მოძიება. ამასთან, გაითვალისწინეთ ისიც, რომ ამ მონაცემთა ბაზებთან მუშაობა საჭიროებს სპეციფიკურ პროგრამულ უზრუნველყოფას და რაოდენობრივი ანალიზის უნარებს. შესაბამისად, შესაძლოა დაგჭირდეთ მონაცემთა ანალიტიკოსების ჩართვა RIA-ს გუნდში. მონაცემების დამუშავებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ რამდენიმე საფეხურიანი მეთოდი. პირველ ეტაპზე ცდილობთ შეისწავლოთ ის კითხვარები, რომლებიც მონაცემთა ბაზებს თან სდევს. კითხვარის შესწავლა საჭიროა იმისთვის, რომ დააიდენტიფიციროთ თუ რა ტიპის მონაცემებს ეძებთ და რომელ მონაცემთა ბაზაში შეგიძლიათ ისინი იპოვოთ. მეორე ეტაპზე ცდილობთ დააიდენტიფიციროთ ის ცვლადები, რომლებიც თქვენს ანალიზში გჭირდებათ. მესამე ეტაპზე უნდა დაამუშავოთ და გააერთიანოთ მონაცემები მათი თავისებურებების მიხედვით, რადგან ხშირად მონაცემები ცალ-ცალკეა მოცემული და საჭიროებს გაერთიანებას. მეოთხე ეტაპზე უკვე გაქვთ გამზადებული ისეთი მონაცემთა ბაზა, რომელიც თქვენს საჭიროებებზეა მორგებული. მისი დამუშავებით შეგიძლიათ გაანალიზოთ ტენდენციები, ან გამოთვალოთ კვლევისათვის საჭირო ინდიკატორები. არსებობს აგრეთვე მონაცემების საერთაშორისო წყაროები. ევროსტატი ევროპის მასშტაბით ბევრ სხვადასხვა ინდიკატორს აქვეყნებს და ის შესაძლოა გამოყენებული იყოს კარგი პრაქტიკის ან მიზნობრივი მაჩვენებლების შესაფასებლად. საერთაშორისო ვაჭრობის ანალიზისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ გაეროს ვაჭრობის პორტალი, რომელიც ყველა ქვეყანას შორის ვაჭრობის მონაცემებს მოიცავს საერთაშორისო კლასიფიკაციის საფუძველზე. ეკონომიკური ინდიკატორებისთვის და მაკროეკონომიკური პროგნოზები ქვეყნდება საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ, ხოლო მსოფლიო ბანკი აერთიანებს მონაცემების მრავალ ინდიკატორს მის სტატისტიკურ პორტალზე. ხშირად შეგიძლიათ გამოიყენოთ Our World Data-ს მონაცემებიც, რომელიც მრავალ საინტერესო ინდიკატორს აერთიანებს. Our World Data-ს პორტალზე ხშირად შეხვდებით ისეთ ინდიკატორებსაც, რომელთა არსებობის შესახებ მანამდე შეიძლება არც გცოდნოდათ. RIA-ს განხორციელებისას აუცილებელია საერთაშორისოდ განხორციელებული კვლევების, აკადემიური ლიტერატურისა და პრაქტიკის გამოყენება. ეს მტკიცებულებაზე დაფუძნებული
დამფუძნებული გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხია. რიას განხორციელებისას აკადემიური ლიტერატურის გამოყენება ძალიან გამოსადეგია, რადგან აკადემიური ლიტერატურა კოლეგიალურ შემოწმებას გადის, რაც დასკვნებისა და ანალიზის მაღალი ხარისხის გარანტიას იძლევა. აკადემიური ლიტერატურა შესაძლოა დაგეხმაროთ როგორც საკითხის უკეთ გაცნობაში, ასევე ისეთი ინდიკატორების პოვნაში, რომელიც შესაძლოა ზეგავლენის შეფასებაში დაგეხმაროთ. საერთაშორისო გამოცდილების მიმოხილვა ხშირ შემთხვევაში შეგიძლიათ მოიძიოთ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ ანგარიშებსა და დასკვნებში. ასეთია სავალუტო ფონდი, OECD, მსოფლიო ბანკი და სხვა. არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია აქვეყნებს კვლევით ანგარიშებს, რომლებიც მოიცავს საერთაშორისო პრაქტიკის მიმოხილვას, ასევე ისეთი პოლიტიკის ზეგავლენის მიმოხილვას, რომელიც ბევრ ქვეყანაში გვხვდება. ხშირად ძალიან გამოსადეგია ეგრეთ წოდებული მეტა-ანალიზის ტიპის კვლევები, რომლებიც მსგავსი რეფორმის განხორციელების შედეგებს საერთაშორისო დონეზე აფასებს. მეტა-ანალიზის კვლევები რაოდენობრივ დასკვნებს აკეთებს არაერთი ქვეყნის მონაცემების ანალიზის საფუძველზე. მაგალითად, ასეთმა კვლევამ პრაქტიკაში შესაძლებლობა მოგცა ტყის ეკოსისტემის 1 ჰექტარის შენარჩუნების ეკონომიკური ღირებულების გამოთვლისას. წყლის ჩარჩო დირექტივის ანალიზისას კი შესაძლებელი იყო ეკონომიკური სარგებლის დათვლა სწორედ მეტა-ანალიზის კვლევების საფუძველზე. მეტა-ანალიზის კვლევები გვაძლევს ისეთ რაოდენობრივ ინდიკატორებს, რომლებიც აერთიანებს საერთაშორისო გამოცდილებას და გამოსადეგია ხარჯთსარგებლიანობის ანალიზის მომზადებისას. საერთაშორისო კვლევებისა და პრაქტიკის მოსაძიებლად არსებობს არაერთი ინტერნეტ მონაცემთა ბაზა. ასეთი ყველაზე დიდი მონაცემთა ბაზებია Science Direct და JSTOR, რომლებიც დიდი რაოდენობით საერთაშორისოდ აღიარებულ ჟურნალებში გამოქვეყნებულ სტატიებს აერთიანებს. ამ მონაცემთა ბაზებში ინფორმაციის მოძიებით შეგიძლიათ იპოვოთ არაერთი საინტერესო სტატია, თქვენთვის საინტერესო საკითხის გარშემო. პოლიტიკის დოკუმენტებისა და საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლისათვის ასევე გამოსადეგია ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ელექტრონული ბიბლიოთეკა. ეს ბიბლიოთეკა აერთიანებს დიდი რაოდენობით კვლევით ანგარიშებს. როდესაც ინტერნეტში შეგვიძლია ასეთი დიდი რაოდენობით განსხვავებული კვლევითი ანგარიშები ვიპოვოთ, ხშირად შესაძლოა რთული იყოს განვასხვაოთ ერთმანეთისგან მაღალი და დაბალი ხარისხის კვლევები. ამისათვის არსებობს ჟურნალების სარეიტინგო გვერდები და მათი ინდიკატორები. ერთ-ერთი ასეთი პლატფორმაა Shimago. მასში შეგიძლიათ აკრიფოთ ჟურნალის სახელწოდება და ნახოთ მისი პარამეტრები. ერთ-ერთი ასეთი პარამეტრია H-ინდექსი, რომელიც ჟურნალის ციტირებების რაოდენობის მიხედვით იზრდება. თუ ჟურნალის H-ინდექსი 100 აღემატება, როგორც წესი შეიძლება ჩაითვალოს, რომ ჟურნალი საკმაოდ პოპულარულია. ასევე მიაქციეთ ყურადღება, თუ დარგის ყველაზე პოპულარულ ჟურნალებს შორის, რომელ მეოთხედშია მოქცეული თქვენთვის საინტერესო ჟურნალი. თუ ის keyword კატეგორიას მიეკუთვნება, ეს იმის ნიშანია, რომ ჟურნალი ძალზედ პოპულარულია დარგში. გარდა ამისა, ყურადღება უნდა მიაქციოთ იმასაც, რომ არ მოიძიოთ ძალზედ ძველი სტატიები, ეცადეთ მაქსიმალურად ახალი გამოქვეყნებული კვლევები გამოიყენოთ.